რაიმე საფრთხეს ხედავ ეირში. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. მე ძალიან მიყვარს ის კინოები, ტერმინატორები და ყველაფერი და აბსოლუტურად მგონია რომ მაგისკენ მივდივარ. აბსოლუტურად მგონია. უბრალოდ სხვა გზა არ არის. ანუ მე მგონია რომ ის რაღაცნაირად ამ პროცესში იმასაც ვისწავლით რომ რაღაცნაირად როგორ დავიცვათ. ანუ ხო როგორ მონაცემების დაცვაც ხომ მნიშვნელოვანია, ანუ და ვერ ვიცავთ ვიდეოში მონაცემებს. ახლა ისე ამ წუთას რაღაცნაირად მთელი კომპიუტერი ვისაც აგვაქვს ადამიანებს იმდენად ხო ამ თუნდაც კომუნიკაციით ყველა ვერთობით ამ AI-სთან კომუნიკაციით ამას ჩვენზე სწავლობს ხო და მაგას ვერ შევზღუდავთ ხო ანუ ვერანაირად ახლა ადამიანები ხოლმე გამოვთავთ არა მაგრამ მე მგონია რომ რავი რაღაცებს მოვიფიქრებთ რომ ხლა ტერმინატორის ეპოქაში არ აღმოჩნდეთ მაგრამ აბსოლუტურად მივდივართ ეს ჯონ კონორი ხა შეიძლება არ იყოს სადღაც ჯონ კონორი ხო და მივდივართ მაგის აი რობოტი და რაღაცები მაგრამ რიტენში მაგდენი არ გვეკრება მაგრამ ანალიზის ნაწილში მხოლოდ თქვენი ბრალი არის ჩვენ არა ეგეთ რაღაცას არ ვაპირებთ ანალიზის ნაწილში აბსოლუტურად პირდაპირ საქმეს ეხა ბევრი ლაპარაკია რომ საავტორო უფლებების ნაწილში მაგალითად ძალიან არ გვაქვს საავტორო უფლებებს AI და აქედან გამომდინარე მან რაღაც დაცვის მექანიზმებია მოსაფიქრებელი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ აი ლიტერატურული ტექსტების AI-ს ხوارსებოს შეგიძლია დააწერინო და ის იღებს რეალურად იმ ნაწარმოებებიდან სწავლობს, რომელიც უკვე არსებობს, რა ვიცი, შექსპირი, დოსტოევსკი, ასე შემდეგ და ნუ ეგ დარღვევა საავტორო უფლებების დააჯერებს ერთი კომპანიის ხო ჩვენ საკმაოდ სოლიდური თანხებით და ნუ მაგ ნაწილში ეგ სხვა პრობლემებია, ჩვენ თავარია რომ ჯონ კონორი არ დაგვჭირდეს და არნოლდ შვარცენეგერი რომელიც უკვე არნოლდი უკვე ასაკშია უკვე და შეიძლება მე ვერ დაგვეხმაროს